ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად შაბათიდან იქნებიან. ამერიკული მედიის თანახმად ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა აცნობეს. ტრამპს სამხედრო მოქმედებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საკითხს ამ დრომდე განიხილავს. დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს მის ირგვლივ მყოფთაგან ზოგიერთი მას აფრთხილებს, რომ ირანთან ომში ჩართვა არ ღირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში სამხედრო მოქმედებების დაწყების 90%-იანი შანსი არსებობს, განუცხადა დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა Axios. ამერიკული მედიის წყაროების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია სავარაუდოდ მასშტაბური რამდენიმე კვირიანი კამპანია იქნება და ისრაელთან ერთად განხორციელდება. მათი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიან ომთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ამას ამერიკელების უმრავლესობა აცნობიერებს. თუკი ირანი გადაწყვეტს შეთანხმება არ გააფორმოს, შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დიეგო გარსიასა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა შესაძლო თავდასხმა ავიცილოთ თავიდან უკიდურესად არასტაბილური და საშიში რეჟიმის მხრიდან, დაწერა თავად დონალდ ტრამპმა 4 შაბათს პლატფორმა Truth Social-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზით ჯერალდ ფორდის შესვლა მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შესაძლო დარტყმების დროის განსაზღვრისთვის. ამასთან CBS-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლო მოქმედებისა და ირანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების მოლოდინში პენტაგონი მომდევნო 3 დღის განმავლობაში საკუთარი პერსონალის ნაწილს ახლო აღმოსავლეთიდან დროებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში გაიყვანს. ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი სამშაბათს ჟენევაში 3 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის. ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ ადგილზეა. ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ელამემ განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ისლამურ რესპუბლიკას ურანის გამდიდრების უფლება ჩამოართვას.